ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებაზე სტუმრებს საპატიო საკონსული ლუქსემბურგში პიტერ სოდერმანცი საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პიტერ სოდერმანცს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ლუქსემბურგის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. ამჟამად იგი საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს. ის 12 წლის განმავლობაში იკავებდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. სწორედ საპატიო კონსულს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია ენიჭება ასეთ სიტუაციებში, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ წარმატებულები ვიყოთ ისეთ მიმართულებებით, როგორც არის ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარება. ჩემი მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებსა და გარკვეულ დიპლომატიურ ინიციატივებზე. რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს, ვგეგმავ თანამშრომლობას სავაჭრო სამრეწველო პალატასთან. ლუქსემბურგელი ბიზნესმენებისთვის ბიზნეს სემინარის ორგანიზების მიზნით, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული.